ფიზიკურად შეუძლებელია 30 ადამიანი გამოკითხოს სასამართლოს ხდომის დარბაზში და ერთი და იგივე აზრი გადმოსცენ 30-მა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის, სხვადასხვა გამოცდილების, სხვადასხვა განათლების, სხვადასხვა წარმომავლობის, წარმოშობის ადამიანმა შეუძლებელია ერთი და იგივე აზრი გადმოცეს ზუსტად ერთი და იგივე სიტყვებით, 100%-იანი იდენტურობით. ეს ნიშნავს იმას, რომ საგამოძიებო და სისხლის სამართლის ორგანომ პროკურატურამ ეს ადამიანები მოამზადა და გარკვეული საშინაო დავალება აქვთ, ესე ვთქვათ, რომ ზუსტად ერთი და იგივე წინადადება გაიმეორონ ბრალდებულების პრეტენზიასთან დაკავშირებით, რაც ბუნებრივია სასამართლომ უნდა შეაფასოს ადეკვატურად და უნდა თქვას, რომ მსგავსი დაზაპირებული ტექსტი ვერ გახდება საბოლოო და შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველი. რაც შეეხება მეორე ნაწილს უკვე ამ პრეტენზიასთან დაკავშირებით, როცა სიღრმეში შევდივართ კითხვებით ადვოკატები ვიღებთ პასუხად იმას, რომ რეალურად ამ ადამიანებს სამართლებრივად მნიშვნელოვანი და სამართლებრივად რელევანტური პრეტენზია აქვთ კონკრეტული იმ ადამიანის მიმართ, ვინაც ისინი დააზიანა. თუ მოხდება მისი იდენტიფიცირება, თუ დადგინდება, რომ მაგალითად პირობითად გიორგი დააზიანა დათომ, მაშინ გიორგის სტატუს მიმართ აქვს პრეტენზია. იმ შემთხვევაში თუ ვერ დგინდება კონკრეტული ადამიანი, ვინ დააზიანა კონკრეტული დაზარალებული, ამ ადამიანებს აქვთ უბრალოდ ზოგადი სოციალური ადამიანური გაკიცხვა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რაც ბუნებრივია სასამართლოსთვის და შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის ვერ იქნება ისეთი გარემოება, რასაც შეიძლება დაეყრდნოს. რაც შეეხება მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვან გარემოებას, არაერთგზის სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები უკანასკნელი 7 თუ 8 თვის განმავლობაში რაღაც პერმანენტულად განმეორებით ხასიათი აქვს უკვე ამას არ ღვევენ უდანაშაულობის პრეზუმპციას, არაერთგზის, მაგრამ ყველა ზღვარს გაცდა ირაკლი კობახიძე, რომელიც ფაქტობრივად კონკრეტულ რიცხვებზე ისაუბრა და დაასახელა კონკრეტული ადამიანების რაოდენობა, ვინც მისი აზრით მონაწილეობდა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში. რითაც შექმნა ერთი კიდევ ახალი სამართლებრივი კაზუსი და გამოწვევა სასამართლოსთვის პირველ რიგში. იმით, რომ თუ დავუჯერებთ ირაკლი კობახიძის განცხადებას და ჩავთვლით, რომ ამ ჯგუფურ ძალადობაში 1000 ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო ბრალი წარდგენილი აქვს 11 პირს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოდის, რომ პრეტენზია თუ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს 1.1%-იანი ალბათობით. რომ სასამართლოს შეუძლია მაქსიმუმ გადაწყვიტოს, რომ 1.1%-ის ალბათობით ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაულები. პოტენციურად 999 არაიდენტიფიცირებული ადამიანი არსებობს კიდე სხვა. და ამ ალბათობით ბუნებრივია სასამართლო გადაწყვეტილება ვერ მიიღება, თუ სასამართლო მიუხედავად ამისა მიიღებს განმტყუნებელ განაჩენს, ეგ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული თუ საბოლოო გადაწყვეტილებით დადასტურდება, რომ ირაკლი კობახიძე იტყუებოდა. რაც ბუნებრივია გამოწვევა არის სასამართლოსთვის, იმიტომ რომ ყველაფრის და ყველაფრის გათვალისწინებით ამაზე ხელმოწერა და ბეჭდვის დარტყმა ალბათ არც ერთი მოსამართლისთვის არ იქნება კომფორტული.